პოლიტიკური და საზოგადოებრივი აგრესია ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ხელისუფლებამ კი სასწრაფოდ უნდა გადადგას ნაბიჯები ვითარების განმუხტვისკენ. ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა. ინაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული ზიზღის ენა და პოლარიზაცია სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს, თუ საზოგადოება და ხელისუფლება ცხელ თავებს შორის არ ჩადგება. მან მმართველ გუნდს მოუწოდა შეწყვიტოს მასობრივი დაპატიმრებები, გადახედოს რეპრესიულ კანონებს, გაათავისუფლოს უსამართლო დაპატიმრებულები და უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფების წახალისებაზე, რადგან ეროვნული ფასეულობების დაცვა მუშტების ქნევით კი არა, კანონითა და განათლებით ხდება. იმდენად დიდია საზოგადოებაში აგრესია, რომ ბოლოს შეიძლება ტრაგიკულ შედეგებამდე მივიდეთ. ნუ თუ აღარავინ დარჩა ხელისუფლებაში გონიერი, რომელიც გაიაზრებს, რომ ქვეყანა ცხელი ქვაბებით თუხთუხებს. ამოიღეთ ხმა, გააჩერეთ ეს აგრესია, ჩააქრეთ თქვენშიც და თქვენს მიღმა მუშტებზე ყურების ცდუნება. მუშტებზე ის იყურება, ვისაც ბავშვობაში არ უჩხუბია. ახლა ქვეყნის და საზოგადოების დამშვიდებაა საჭირო და არა ცეცხლზე ნავთის დასხმა. იტყვით, აბა ისინი რომ შეურაცხყოფას გვაყენებენო, არც ერთი მხარე არ აკლებს ურთიერთ შეურაცხყოფას. ესაა ჩვენი უბედურება. ეს გააღვივა ქართული ოცნების ბოლო 2 წლიანმა მმართველობამ და როგორმე ამ მანკიერებას უნდა მოვერიოთ. რაც არ უნდა მართალი იყოს კაცი, თუ თავის სიმართლეს სხვა ადამიანების პირადი შეურაცხყოფითა და ღირსების შელახვით ასხამს ხორცს ვერ გაიმარჯვებს. მთელი 9 წელი ვებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს. უამრავი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ვიყავით. გვარბევდნენ, გვცემდნენ, გვაპატიმრებდნენ, მაგრამ არასდროს, ვიმეორებ, არასდროს ჩვენი ბრძოლა პირად შეურაცხყოფაზე არ გადიოდა. ამ ბრძოლამ ბოლოს შედეგი მოიტანა. სააკაშვილის რეჟიმი დაეცა. დააკვირდით დღეს ყველას ლანძღავს, ყველას აგინებს და აფურთხებს. გაულანძღავი არც მკვდარი დარჩა და ცოცხლებს ხომ პირდაპირ Facebook-ის კოცონზე წვავენ. პატივისცემა დაიკარგა, მოიშალა, დაინგრა და ისევ ვამბობ. ეს შედეგია ქართული ოცნების ბოლო 2 წლიანი მმართველობის. ასე ქვეყანა არც მამუკა ბახტაძეს აუდუღებია, არც გიორგი კვირიკაშვილს, არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც თავად ივანიშვილს, როცა ის პრემიერი იყო. ახლა სხვანაირი დუღილია. ავის მომასწავლებელი. ნახეთ როგორაა ჩვენი საზოგადოება განუსხული და დამუხტული. სულ 2 დღის წინ იმედმა და რუსთავი ორმა 2026 წლის იანვრის ინფორმაცია გაავრცელეს. ევროპარლამენტმა რეზოლუციაში ტერმინი ქრისტიანოფობია პირველად გამოიყენაო და მკითხველთა უდიდესმა ნაწილმა იფიქრა, ქრისტიანებს გვემუქრებიანო და სწორედ ქრისტიანებისთვის სასიკეთო რეზოლუცია ლანძღა დაათრია. საბჭოური ტიპის პროპაგანდის ქვეშ ზომბირებულია საზოგადოების არც თუ უმნიშვნელო ნაწილი. საღიაზრი დღეს სამწუხაროდ სისულელე ჟღერს. აგრესია და ზიზღი სასწრაფოთაა ჩასაქრობი, მაგრამ ეს ვერ ჩაქრება ბრაზიანი სადამსჯელო მოძრაობების შექმნის გზით, რაც ყოვლად არაბრძნული და საზიანო გზაა. უდაოდ საპირისპირო და მძიმე პროცესებს რომ გააღვიძებს იმგვარი. მიკვირს რომელ ტვინიკოს მოუვიდა თავში აზრად ახალგაზრდა სპორტსმენებს თუ სტუდენტებს უბიძგოს, რათა ჩვენი ეროვნული ტრადიციები და ფასეულობები პირადი სამართლის აღსრულებით დაიცვან. ამას დაცვა და გაფრთხილება სულ სხვა ფორმით და სხვა დონეზე სჭირდება. პირველ რიგში საინფორმაციო ველიდან დაცვა, საკანონმდებლო დაცვა, განათლების სისტემიდან დაცვა, სიტყვით დაცვა, ღირსეული მაგალითებით დაცვა და არა მუშტების ქნება. ტიტუშკომანია უნდა დასრულდეს, ნული თანაგრძნობა უნდა დასრულდეს, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი უნდა ჩადგეს ცხელ თავებს შორის. წამქეზებლები ბოლოს დაიმალებიან და დიდი ტრაგედიის წინაშე დარცხვენილები აღმოჩნდებით. ამიტომ ხელისუფლებამ თავი უნდა დაანებოს რიჭაში ჩადგომას ყველასთან, ტრობას ყველასთან, მასობრივ დაპატიმრებებს და ზოგადად საბჭოთა სტილის სისტემის ფორმირებას. რაიმე სიკეთის მომტანია ან ქვეყნისთვის და ან საზოგადოებისთვის, მაგალითად ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა, გახსენით ციხისკარი და ვისაც მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია და ყალბი მოწმებით ცდილობთ საქმეები შეუკეროთ, გამოუშვით ის ახალგაზრდები. საპატრიარქოსაც იგივე პოზიცია აქვს. ამავე პარლამენტმა შეცვალოს დანოსების შესახებ საბჭოური კანონი და სხვა წითელი კანონები. 37-იან წლებს რომ აცოცხლებს გადადგით ერთი ნაბიჯი მაინც ვითარების განმუხტვისკენ, თორემ არავინ არ გაპატიებთ იმას, რა უბედურებაც შესაძლოა ქვეყანაში დატრიალდეს. ვისაც გონება დაბნელებული არ აქვს და თვალი დაბრმავებული, ის ხედავს, რომ სწორედ ამ უბედურებისკენ მივექანებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 29 იulis საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ამასთან სექტემბრიდან გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც 2025 წლის აპრილში გამოიყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილებების გატარებამდე მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდება. მამუკა მდინარაძე კი რეგიონული
განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც ამ დრომდე მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა. სამართალდამცველებმა თბილისში 21 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის, რეალიზაციის ხელმისაწვდომობისა და რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივაციის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს 13 კილოგრამზე მეტი მცენარე, კანაფი და 7 კილოგრამი მარიხუანა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფის გავლით ავტომანქანით, რომელსაც თავად მართავდა, სხვადასხვა ნივთში დამალული 1215 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გადმოიტანა, რომლის საბაჟო ღირებულება 246,857 ლარს შეადგენს. დანაშაული 5 და 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ევაკუაცია გამოცხადებული პენზის ოლქში მდებარე ვალდბერისის ოფისში. უკრაინული დრონებით იერიში ისევ რუსეთის უმსხვილეს ლოგისტიკის ცენტრზე მიიტანეს. ონლაინ გაყიდვების კომპანიის საწყობში იერიშის დროს არსებული ინფორმაციით 200 თანამშრომელი იმყოფებოდა, ერთი დაშავდა. ეს ლოჯისტიკური ცენტრი ვალდბერისის ერთ-ერთი მთავარი სადისტრიბუციო ცენტრია, რომელიც ვოლგის ფედერალურ ოლქს ემსახურება. ვალდბერისის საწყობებზე დარტყმების გამო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში სისხლის სამართლის საქმეები ტერორისტული აქტის მუხლითაა აღძრული. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, გვიან ღამით უკრაინაზე განხორციელებული რუსული შეტევის ფონზე ამოუცნობი ობიექტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და მოგვიანებით რადარებიდან გაქრა. პოლონური მხარის მტკიცებით ღამით პოლონეთისა და მოკავშირეების სადაზვერვო სისტემებმა რუსეთის ფედერაციის შორადიუსზე მოქმედი ავიაციის საბრძოლო აქტივობა დააფიქსირეს. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ობიექტი ლიუბლინის რეგიონში ჩამოვარდა. ადგილზე Mi-24 ტიპის ვენფრენი ჩაფრინდა. ინციდენტის ადგილზე სამძებრო სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, გვიან ღამით ამერიკულმა ძალებმა წარმატებით განახორციელეს მასშტაბური საჰაერო დარტყმების ტალღა ირანის წინააღმდეგ, რაც წინა დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის მცდელობის sapasukho ქმედება იყო. ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმები ირანში ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ათეულობით ობიექტზე განხორციელდა. სამიზნეებს შორის იყო სამხედრო სამეთაურო ცენტრები, სარაკეტო და დრონების ინფრასტრუქტურა, სანაპირო მეთვალყურეობისა და თავდაცვის პოზიციები, ასევე საზღვაო შესაძლებლობები. სარდლობის განცხადებით, ოპერაციის მიზანი იყო ირანისა და მისი მოკავშირე დაჯგუფებების მხრიდან ამერიკული სამხედროების, კომერციული გემების და სპარსეთის ყურის მეზობელი ქვეყნების მიმართ არსებული საფრთხეების კიდევ უფრო შემცირება.